მოგესალმებით ჩემო მეგობრებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის და ნახოთ რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. ერთი ვარიანტი გვექნება, იფიქრეთ პარტნიორზე, ვინც ყავთ და ნახოთ რას ფიქრობს, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის, რას ფიქრობს ამ მომენტში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე, რას ფიქრობს. კონცენტრირებით საკუთარ პარტნიორზე და ნახოთ როგორ ამჟამად სიტუაცია თქვენ შორის. როგორ ენერგიები ტრიალებს ამჟამად თქვენ შორის, ვისთვის იქნება ეს გაშლა. სამართლიანობის არკანი, იმპერატორი და ეტლის არკანი, სამი მაღალი არკანი დასდის ფონად მზის არკანი. ჩემს უფასებო. არ ვიცი, მე ვიყავ ჩაფიქრებული თუ ვიყავ ჩაფიქრებული, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აქ ურთიერთობა არის დაბალანსებული, გაწონასწორებული, ცოტა მკაცრი ემოციების გარეშე, მაგრამ ურთიერთობა ოჯახის წევრი აქ ძალიან ბევრთან, მაგრამ არის სტაბილურობა. ჩემს უფასებო, შესაძლებელია ურთიერთობაში უახლოეს პერიოდში ქონდათ რაღაც დაძაბულობა, კონფლიქტური სიტუაცია იმის გამო, რომ რაღაც არ ვიცი, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანის ურთიერთობაში იყო რაღაც ეჭვიანობა, წენა, რაღაცების ერთმანეთთან დაბრალება, რაღაც ინტერესი, ზედმეტი ინტერესი და ზედმეტი რაღაც უნდობლობის მომენტი იყო ურთიერთობაში და აქ არის რაღაც აი ამის ფონზე განვითარებული რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პიროვნება, ვინც თქვენს ცხოვრებაშია ამ მომენტისთვის და ვისთანაც ეს რაღაც დაძაბული ურთიერთობა გიჩანთ, ხო, შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე სამართლიანობის არკანით შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პარტნიორთან კომუნიკაცია, რაღაც გარკვევის საკითხი გქონდათ, ხო? შესაძლებელია ნანობს ძალიან ამ ყველაფერს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება განიცდის იმ უნდობლობას, ვთქვათ, იმ რაღაც თავის შეცდომას, რაც თქვენთან დაუშვა, ხო? ანუ შესაძლებელია აქ ზოგიერთი თქვენგანი იყო ისეთ სიტუაციაში, რომ რაღაც ეჭვიანობის მომენტი ჰქონდა, ხო? და აი ამის ფონზე განვითარებული კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ ფიქრობს თქვენი პარტნიორი, რომ რაღაც შეიცვალა, რაღაც დასრულდა, რომ ან უნდა შეიცვალოს, რომ რაღაც ტრანსფორმაციას განიცდის თითქოს თქვენი ურთიერთობა ამ მომენტში და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც წენა, რომელიც ჰქონდათ და აი ეს უნდობლობის საკითხი თითქოს წარსულში რჩება ჩემს უფასებო. აქ ძალიან ბევრთან არის მამაკაცი, რომელიც ამოვიდა ხმის მეფე, იმპერატორი, რომელიც პრინციპული მამაკაცია, ცივი ურთიერთობაში და აი ეს თავისი ხასიათი შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ნაკლებად ემთობა შეიძლება ყველას, ხო, ანუ უყვარს კონტროლი ყველაფრის და მათ შორის პარტნიორის და აი ეს რაღაც ქმნის დაძაბულობას. ნახოთ თუ გეცნობთ საკუთარი პარტნიორი, საკუთარი სიტუაცია პარტნიორთან, გააგრძელეთ ყურება და ნახოთ რას ფიქრობს ამ მომენტში თქვენზე. რა გრძნობა აკავშირებს თქვენთან და რა ფიქრები აკავშირებს, ხო, რა ფიქრები აკავშირებს თქვენთან. ნახოთ რას ფიქრობს და რას გრძნობს. რას ფიქრობს ჩაფიქრებული, მისთვის იმპერატრიცა ხართ, მზის არკანი, მისთვის ყველაფერი ხართ ერთი სიტყვით. ნახეთ იეროფანტი. მისთვის ხართ ქალბატონი, ვის გვერდითაც თავს რომ იტყვიან ოჯახად გრძნობს ვარსკვლავი, კი არა და აი კაშკაშა პიროვნება ხართ, პიროვნება, რომელიც ანათებს, რომელიც მაღალი სტანდარტები, მაღალი მოთხოვნები გაქვთ, ხო, პატივს გცემთ და სურს ურთიერთობის დალაგება თქვენთან, ჩემს უფასებო. მისთვის მნიშვნელოვანი ხართ, შესაძლებელია მისი შვილების დედაც ხართ, შესაძლებელია პიროვნება თუ არ ხართ ხო დაოჯახებულები, ან რაღაც დროებით პაუზაში პიროვნება ფიქრობს თქვენთან კვლავ სიტუაციის დალაგებას, შევიგებას, დალაპარაკებას და ყველაფრის მოგვარებას. მისთვის მნიშვნელოვანი ხართ. საოცნებო ქალი ხართ, თქვენ ხართ ქალი, ვისაც ოცნებობს. სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. ნახეთ, არის რაღაც მომენტი თქვენს ურთიერთობაში, რამაც სიტუაცია გააფუჭა, თუმცა ფიქრობს ყველაფრის თავიდან დაწყებას. შესაძლებელია მიიღოთ წერილი შეტყობინება მისი მხრიდან და რაღაც წინადადება, რომ განახლდეს ურთიერთობა. შესაძლებელია მიიღოთ მესიჯი
იმის, რომ უყვარხართ და მისთვის სასურველი ხართ, უნდა თქვენთან შეხვედრა, უნდა თქვენთან კომუნიკაცია და ერთი სიტყვით სიტუაციის დაალაგება. ერთი სიტყვით თქვენ როგორც წყვილი ისე ამოდიხართ იმპერატორი და იმპერატრიცა. ის თქვენ პარტნიორად გთვლის, თქვენს მეორე ნახევრად, წარმოუდგენია თავი თქვენს გვერდით მას და ერთი სიტყვით ძვირფასი ხართ მისთვის. მე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თუ ამ მომენტში რაღაც უთანხმოებაა თქვენ შორის, რაღაც ეჭვიანობა და გაუგებრობა, აი ამის ფონზე ყველაფერი დაალაგდება, პიროვნება გამოვა კონტაქტზე აუცილებლად ჩქარობს და ყველაფრის თავიდან დაწყება სურს, მისთვის ძვირფასი ხართ. ნახეთ, შესაძლებელია სასიყვარულო მესიჯიც მოგწეროთ რაღაც პატიების და შერიგების თხოვნით. ერთი სიტყვით ძვირფასი ხართ თქვენი პარტნიორისთვის და იმ პირისთვის, ვინც ჩაიფიქრეთ. ჩემი ძვირფასება სულ ეს იყო. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.